სულ რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში ხმაური იყო, გამოსახლებები განახლდა. თემა, რომელიც წლების განმავლობაში მანკიერ მხარეთ გადმოდის ერთი მთავრობიდან მეორე მთავრობის პერიოდში. ადამიანები, რომლებიც უსახლკაროდ რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მიიღო კანონი, რომ როდესაც ერთი საცხოვრისი გაქვს მხოლოდ არ შეიძლება მისი იპოთეკით დატვირთვა, კერძო იპოთეკარები და კერძო მიკროსაფინანსო ორგანოები მაინც არ აქცევენ ამ ყველაფერს ყურადღებას და ადამიანები ღია ცის ქვეშ რჩებიან. მოკლედ, თანხმდებით, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი. ჩვენს ქვეყანაში დღეს ორი ძირითადი ძალიან მტკივნეული საკითხი დგას, ეს არის წამალი ბავშვებს და გამოსახლებები, როდესაც ზუსტად წამალი დასჭირდებათ იმ ბავშვებს, რომლებიც ღია ცის ქვეშ რჩებიან. ზუგდიდში ხმაურის დროს ჩვენ დავინახეთ იქ ხალხის ხელისუფლება, ხალხის სამართალის წარმომადგენელი მამისა ჯაფარაშვილი. ქალი, რომელიც უკვე წლებია გამოსახლების წინააღმდეგია და ადამიანი, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ კანცელარიაში შეიტანა მოთხოვნა სახელმწიფო ბანკის ჩამოყალიბების თაობაზე. მამისა, მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. მართლა ძალიან ძიმე საყურებელი იყო ის კადრები და დღეს ჩვენ გადაცემის მსვლელობის პერიოდში გავესაუბრებით იმ ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ და აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა, რასაც ქვია, უხეშად რო ვთქვათ, გადაცელეს ეს ქალები. გამოსახლება განახლდა. რა ხდება? საით მივდივართ და ბარემ იმასაც შეგეკითხები, კანცელარიაში შეიტანე მოთხოვნა. მოდი ამ მოთხოვნაზეც გითხარი და აგვიღწერე ის ხსნის გზა, რომელსაც ხედავთ ამ წერილის ავტორები. მადლობა, რომ ინტერესდებით ამ თემით, რომელიც ნამდვილად ძალიან მტკივნეული და ტრაგიკულია. ტრაგიკულია ვამბობ ყველაზე მეტად იმ ფონზე, როცა ჩვენ ქრისტიანული და მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ, ამიტომ მეტად მოგეთხოვება სულიერად როგორც ერს ისე ბერს და რა თქმა უნდა ერის წარმომადგენელს სახელმწიფოს ხელმძღვანელებს და ყოველდღე დაუშვებელია ეს საშინელება ჩვენ ქვეყანაში ხდებოდეს. დიახ, განახლდა გამოსახლებები და შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა არის 100,000-ობით თითქმის არ ვაჭარბებ ვამბობ, იმიტომ რომ დასაკუთრებულმა ქონებებმა უკვე სტატისტიკამ გადააჭარბა ყოველგვარ როგორ ვთქვა დასაშვებ ზღვარს და აქ ეს გამოსახლება თუ არ შეჩერდა და მექანიზმი არ მოძებნა ხელისუფლებამ, არ ვიცი, საერთოდ საქართველოს რატო უნდა ეწოდეს, იმიტომ რომ მისი წარმომქმნელი ფაქტურად არ იქნებოდა. ოფიციალურად ხუთი არასდროს არ ყოფილა. ეს იყო არჩევნების პერიოდებში ყოველთვის სიტყვიერი ბრძანება მიცემული აღსრულების ეროვნულ ბიუროზე, რომ იმ პერიოდში შეეჩერებია ხელისუფლებას, იმიტომ რომ თვითონაც კარგად იციან, რომ ეს ძალიან მტკივნეული პროცესია ზოგადად და მოვლენები რაც არის გამოსახლება და ამიტომ თვითონ ისევ რომ დარჩნენ ხელისუფლებაში, იმ დროს აჩერებენ ამ გამოსახლებას და მე ყველაზე მეტად ამ წუთში საზოგადოება მინდა დავადანაშაულო და რატო არ გაიზარდა საზოგადოება. ხედავენ სახეების ცვლილებას, მაგრამ სახელმწიფო მეთაურებს არ თხოვენ კანონის ცვლილებას. რა მნიშვნელობა აქვს სახეების ცვლილებას? სახელმწიფო მეთაური იმისთვის მინდა საკანონმდებლო ორგანო აღმასრულებელი სუყელა, რომ კანონი იყოს ჯანსაღი და როცა ჯანსაღი კანონი არ არის და ამას არ თხოვს ადამიანები საზოგადოება, მივიღებთ იმას რაც მიღებული გვაქვს. ამიტომ მე ტელევიზიებიც კი, რომელიც ბოდიში ერთი წუთი დავამთავრებ, იყო ზუგდიდში და აშუქებდა ხო ფორმულამ გააშუქა ტელე1-მა. რაც მე ვთქვი, ის არც ერთმა არ გააშუქა. რა და პლაკატიც გამოკრული ქონდა, რომ ჩვენ ვითხოვთ სახელმწიფო ბანკის შექმნას. სანამ სახელმწიფო ბანკამდე გადავალთ, ახლა ჩვენი მაყურებელი იფიქრებს, როდესაც ის ესხებ, უნდა ვალს გადახდა და მოდი ამაში თანხმდებით, მაგრამ ამას პასუხიც კი ბატონო. მაგრამ სად არის ის კაბალური ხვრელები, რომელიც ამ ადამიანებს მიიყვანს გამოსახლებამ? პირველ რიგში კაბალური ხვრელი თავიდან იქ არის, როცა მე რამე რომ მჭირდება, თუნდაც ბიზნესი წამოვიწყო, იმიტომ რომ სამუშაო ადგილები ფიზიკურად არ არის, ხო? რაც არის, ის ტრაფიკინგია, პირდაპირ აღიაროთ. პირდაპირ ეს მსხვილი მასიური მარკეტები არიან თუ სააფთიაქო ქსელია თუ რაც არის, მიზერული ხელფასია, რომ ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან იქ მარტო. და როცა მე მევახშესთან და მევახშეზე უარეს ბანკთან მიშვებს სახელმწიფო, ფულის სასესხებლად და პროცენტებში უნდა ჩამახჩოს, პირველი ხვრელი იქ არის, შევთანხმდეთ. მე არ დამყავს ეს მევახშეების დონემდე და რატო?
უამრავი მევახშეც ვიცი, რომელმაც თვითონაც დაკარგა სახლი. ესეთიც ვიცი. ანუ სახელმწიფოს კანონებშია აქ ყველაზე დიდი უდრედება და ხვრელი, იმიტომ რომ შენ არ უნდა მისცე საშუალება თვითონ მოჭა ვამბობ, აი ნუ მევახშეებსაც ფული სადაც მიაქვს, ესეც ვიცით. საიდან მოიტანა უბრალო მევახშემ ფული, ზემოთ, ვისაც დიდი ფული ჰქონდა, იმან თუ არ მისცა და ასე, იმიტომ რომ ერთი მევახშე არის ზოგი 200 სახლი როა დასაკუთრებული ის ადამიანი, იმიტომ რომ ბანკს აქვს ძალიან დიდი პროცენტი. კი ბატონო, მაგრამ მევახშეს კიდე უარესი აქვს. სულ ერთია და ბანკი კიდე ითხოვს რაღაც პირობებს იმისთვის რომ მოქცეს. დიახ, მარტივია და ამიტომ პირობებს ითხოვს ბანკი, თქვა შემოსავალი უნდა ქონდეს რაღაც ასე შემდეგ და ამიტომ ვერ იღებს ბანკიდან და მოდის მევახშესთან იძულებულია. მოსავალი არის სახელმწიფო ბანკი. თუნდაც სახელმწიფო ბანკში მივიდოდი და იქ მიზერული პროცენტი იქნებოდა, ხო, მიზერული თქვათ. სახელმწიფო ბანკი პირიქით ხელს უწყობს ადამიანებს ცხოვრების მოწყობაში, ეკონომიკის განვითარებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში. ამისთვის აიღო ამ ხალხმა ეს სხვა ამისთვის არ აუგია. ბანკი უნდა იყოს თუ ფონდი უნდა იყოს? არა, ყველა შემთხვევაში უნდა იყოს სახელმწიფო ბანკი. მე მახსოვს 2012 წელს, როდესაც ქართული ექცემა მოდიოდა, იყო ასეთი დაპირება, რომ გამოისყიდნენ ამ იპოთეკი და უფასო ფულზე იყოს, მე მახსოვს ბატონები ძინა, ხალხს პირდებოდა უფასო ფულს. დიდი პროცენტი როგორიც არის საქართველოში, მე მგონი არც ერთ ქვეყანაში არც ერთ შესწავლილი მაქვს სხვათა შორის და არის გამოსახლებაში გეთანხმები აბსოლუტურად. ახლა რა მაინტერესებს? მე მგონი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თქვენ ჩახვედით ზუგდიდში და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არ გამოყარა ავეჯი იმ ადამიანების, ხალხი კი დარჩა ღიაცის ქვეშ, მაგრამ აი რაღაცა დათმობაზე წამოვიდა. მე როგორც თვითმხილველმა მითხრეს, თქვენ იყავით აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელთან მოლაპარაკებაზე. აქედან გამომდინარე გამიჩნდა ასეთი გონივრული კითხვა, რომ შესაძლებელი არის თუ არა იგივე გამოსახლების გაჩერება, იგივე გადანაწილება ამ თანხების, რომ ამ ადამიანებმა სახლები არ დაკარგონ. შესაძლებელი არის თუ არა მოლაპარაკებაზე წასვლა და თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, მოდიან თუ არა ეს იპოთეკარები, ან ბანკები, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გადანაწილებაზე, რაღაც შეღავათების გაკეთებაზე. ზოგიერთ შემთხვევას რაც შეეხება მისი იპოთეკარი ნამდვილად არ ითხოვს სახლი მომეცით და ანუ დამითმეთ სახლი. არა, ის ნამდვილად ითხოვდა თანხას და ვერ ვიტყვი ძალიან არაადეკვატურს, ნამდვილად არა. იმიტომ რომ 13 წელია ეს პროცესი მიმდინარეობს. 13 წლის ვალი აქვს იმ ქალბატონს ჯიჭენავია სადაც ვიყავით, ხო და ამიტომ შესაბამისობაში, როგორ თქვა ახლა, მე საერთოდ ნებისმიერ მევახშეობას ვეწინააღმდეგები და მე ვერასდროს დადებითად ვერ ვიტყვი ამას. თუმცა იმ შემთხვევაში ზუგდიდში რა ქნას მევახშემაც, ხო? იმასაც ხმა იპოთეკარები ყავს კიდე, ანუ ეს ოფისმა გასცა ეს ფული და ამის სახელზე რომ გააფორმოს ეს სახლი, ახლა ისინი თხოვენ ამ იპოთეკარს თანხას. მაგალითებზე არ გეუბნებით. თქვენ იყავით ქანდაშიც, ხო, გამოსახლებით? კი, ქანდაშიც ვიყავი და იქ საერთოდ არ მოსულა აღსრულება და რატო? იქ არ მოვიდა, იმიტომ რომ იქ ძალიან დიდი მობილიზება იყო საზოგადოებას. ზუგდიდშიც მე ვიყავი მერიაში, განცხადება შევიტანე, მე ვიყავი პოლიციაში, თვითონ დაწერე განცხადება, რომ არ ვიცოდი რამდენი ადამიანი მოვიდოდა და რამე შემთხვევა არ მომხდარიყო, ამიტომ ამ ყველაფერმა თავისი გავლენა იქონია და ფაქტია, იმიტომ არ გამოყარეს გარეთ ეს ყველაფერი, თორემ მიუხედავად ყველაფრისა, აღსრულებაში არსებული რაღაც კანონებისა, როცა მე პატრონი არ ხდება ადგილზე, ანუ ვერავის ვერ ჩააბარებენ იქ მითებს რაღაცა, უნდა აღწერენ და დალუქონ და ეს პროცესი მოხდა. ანუ ამ ყველაფერმა გავლენა იქონია იმაზე, რომ ქუჩაში არ გამოეყარა. შესაძლებელი არის რაღაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ვამბობ, უმეტესობა მევახშეების, მე მევახშეების ადვოკატად არ გამოვდგები, ეს ყველა მიცის, ითხოვს თანხას. და ამიტომ ვამბობ, სახელმწიფომ უნდა ჩამოაყალიბოს სახელმწიფო ბანკი, უნდა გახდეს გარანტია და ეს ადამიანები ყველა შეიტანს სახელმწიფო ბანკში ფულს. თვითონ მოვალეები აბსოლუტურად ყველა შეიტანს. აი, სტრუქტურაც რო გითხრათ ამ სახელმწიფო ბანკის, მე მაგალითად ასე წარმომიდგენია და სანამ ახლა მე მოვიდოდი თქვენთან შესახვედრად, გადავხედე ევროპული ქვეყნების მაგალითს, იქ არის ძალიან დაბალ პროცენტად და ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე იხდიან, სახელმწიფოს უხდიან ამ ფულს, თუმცა თავშესაფარი აქვს. აი თქვენ შემთხვევაში როგორ არის ეს გაწერილი, როგორი მოდელია? კი, ჩვენ მაგალითები, მე ამ პროექტში არის მაგალითები მოყვანილი, ამერიკაში დაკონტას ბანკი ვამბობ, რომელმაც გადაარჩინა ფაქტიურად 2008 წელს, იმიტომ რომ სახელმწიფო ბანკი. არის თურქეთი, რამდენხადა მოწინავე ქვეყანა, ჩვენ ვიცით რა მდგომარეობაში იყო თურქეთი და ეს არის თურქეთის უახლოესი ისტორია.
თუ ზირაად ბანკი კიდე მეორე აღარ მახსოვს ახალგაზრდა ფაქტიურად 25 წლიანი სესხები მისცეს ხალხს, ანუ გადახდას იწყებდნენ მე-10 წელს. ხო, რო სოფლის მეურნეობა თუ დილე განვითარდება, სოფლის მეურნეობა ერთ დღეში არ ვითარდება. და ამიტომ მისცეს ფული, როცა პოვზე დადგა სოფლის მეურნეობა და უკან უკვე შეეძლო მიეცა მოგება სახელმწიფოსთვის აი მაშინ გადაახტებია კონკრეტულად როგორი პუნქტები გაქვთ გაწერილი, ეს ყველაზე მეტად არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, აი კონკრეტული პუნქტები. კონკრეტული ვამბობ, აი ეს ბანკი სახელმწიფო, რომელიც შეიქმნება, ვამბობნე, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი მოდელი და მოდი ჩვენ შევთავაზოთ კაცო იქეთ საზოგადოებრივ საწყისებზე. ანუ რას ქვია, საწესდებო კაპიტალი ხო ჭირდება ეროვნულ ბანკს ხო აქვს თავისი მისი რა ქვია, რო ჩამოაყალიბო ხო? ბანკი რო დაარსო, იმას აქვს თავისი წესები, თავისი პუნქტები. და აქ საწესდებო კაპიტალი, საწესდებო კაპიტალი ვამბობ, უნდა გაიღოს საზოგადოებამ. სახელმწიფოს უნდა მიდგომოდა ხალხი და არა მევახშეებს და ამ კერძო ბანკირებს. ამიტომ საზოგადოებამაც დავაშავეთ კი. ამიტომ ვიძახი რომ საზოგადოებრივ საწყისებზე უნდა შეიქმნას ეს. საზოგადოება შეიტანს ამ საწესდებო კაპიტალს. რომელიც სახელმწიფო უნდა დადგეს ვამბობ გარანტია, უნდა იყოს სახელმწიფოსი. რადგან სახელმწიფო არის ხალხი. სახელმწიფო ხალხი, აი ეს აირია ჩვენთან. ამიტომ ეს ადამიანები, ვისაც ვალიათ, სულ ყველა დაიღებს იქ სახელმწიფო ბანკში. სახელმწიფო გადაიბარებს ამ ვალებს და მოხდება რა თქმა უნდა, მოხდება რეფინანსირება ამ ვალების და ხალხი მტკივნეულობ, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებში, იქ იპოთეკით ხიბლობენ სახლებს და 20 წელი იხდიან ცხოვრობენ. ერთი თაობა მეორე მესამე იხდის, აი ხო შეიძლება მსგავსი მაგალითი აქ გაკეთდეს და მეორე ეს ბანკი დარწმუნებული არის იმდენთვის დააგროვებს, რომ უნდა მოხდეს ამ ფულის ჩადება, ვამბობ, გაცემა სესხების არავითარი პროცენტიანი საერთოდ იმისი რა ქვია დარგობრივი სტრუქტურებისთვის. სამუშაო ადგილებს ხო შექმნის თავისთავად არა და მეცნიერებისთვის ვამბობ, ერთადერთი დარგობრივში ხო ყველაფერი შედის, მედიცინა შედის, განათლება შედის, სოფლის მეურნეობა შედის და ინოვაციები მეცნიერებაში აუცილებელია ეს. პროცენტი იქნება ნაკლები და ადამიანები ამოისვენ. რა თქმა უნდა. ქვეყანა, სადაც მე-14 წელია ფინანსური ამნისტია არ ყოფილა და მცირე ბიზნესის ნაწილი უკვე დაიხურა ფაქტობრივად ახალი აღარაფერი არის. ბანკებმა უდიდესი როლი შეასრულათ ამ ბიზნესების გაუქმებაში და რატო? და სპეციალურად მისცეს ბანკებმა ფული მოქმედ ბიზნესებს. და მეორე სახელმწიფოში აკრძალული არ იყო სხვადასხვა დარგში ბანკებმა თვითონ გახსნეს დეველოპერული კომპანიები, თვითონ გახსნეს სამედიცინო ისინი დაზღვევა ყველაფრის წილში შევიდა და ის უკვე შენ გაკოტრებს ფაქტიურად და თვითონ ბანკებმა შეიტანეს ამაში უზარმაზარი როლი. არ შეიძლება არაპროფილებში ფულის გარდა არაფერთან შეხება არ უნდა კონდეს ბანკს. კი, მართალია. აბსოლუტურად გეთანხმებით. მომისა თქვენ უკვე შეიტანეთ განცხადება კანცელარიაში, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ის ყველაფერი ახლა რაც თქვით, თითოეული ადამიანის ჯიბეზეც აისახება და რა თქმა უნდა სოციალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს. მაგრამ ამისთვის საჭიროა ამ ინფორმაციის თითოეულ ადამიანს. რა თქმა უნდა, დიახ. რა საპირეთ, ხომ არ გეგმავთ დაუშვათ სახალხო შეხვედრებს ან ადამიანებთან პირად კომუნიკაციას, რომ აი ეს ყველაფერი დეტალურად აუხსნათ, რა უნდა იყოს სახელმწიფო ბანკის. ზუსტად, ქეთი, ჩვენი მიზანი ახლა ეს არის და ჩვენი მომდევნო ნაბიჯი ვიაროთ და ყველას გავაგებინოთ, რას ნიშნავს სახელმწიფო ბანკი. რა უპირატესობა ექნება ამას ზოგადად სახელმწიფოსთვის და ვამბობ, სახელმწიფოა ხალხი. მეორე საკითხია ის, რასაც ახლა ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკში უკვე სხვა სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან. გამოსახლება თავისთავად არის ძალიან მძიმე ემოციური პროცესი, მართლა ახლა ადამიანები რჩებიან საცხოვრისის გარეშე და ღია ცის ქვეშ, მაგრამ მეორე საკითხი არის თუ როგორ იქცევიან აღსრულების ბიუროს თანამშრომლები. მე დავინახე იქ ძალიან დიდი სიუხეში, როგორც ყველა გამოსახლების დროს არ ერიდებიან არაფერს. მე მესმის რომ დაუშვათ ისინიც თავის მოვალეობას ასრულებენ. საქმეც ის არის კიდე რომ როცა კანონი არ არის ადამიანური, ამ შემთხვევაში აღსრულებას ვერ მოთხოვ რატო იქცევა ასე. კანონი არა, მე ამიტომ მე არც აღსრულების დონეზე დავდივარ, არც მევახშის დონეზე დავდივარ, მე დავდივარ სახელმწიფოს დონეზე. რატო დგას საზოგადოება და რატო აპროტესტებს? რატო ხდება ის რომ თქვას იმანაც უნდა იუხეშოს? იმიტომ რომ კანონი სამართლიანი არ არის. კანონებშია, კანონია დამნაშავე და უნდა შეიცვალოს. თორე იმ აღსრულებას რა გინდა, რა უნდა უთხრა? ის ასრულებს თავის მოვალეობას. კანონში პირდაპირ წერია, თუ ხელს ვიშლი მე აღსრულებაში ის ვალდებულია ეს გააკეთოს. ამიტომ ვამბობ, სამართლიანი კანონი უნდა იყოს და ეს უნდა გავაკეთოს ერმა თუ სახელმწიფო ფულა და სახელმწიფო იმართება კანონით.
აბა რა თქმა უნდა მე ან საგანმანათლებლო ორგანო კიდევ ერთხელ ვამბობ ან აღმასრულებელი ვინმე რაში უჭირდება თუ ქვეყანაში ეს ბარბაროსული კანონი მექნება რა მე დარწმუნებული ვარ ზუგდიდის მერიას გუბერნიას და სამეგრელოს გუბერნატორს არავის არ მოსწონს ეს იმიტომ რომ მათ იციან რა მდგომარეობაა არა მხოლოდ ზუგდიდში არა ყველგან თელ საქართველოში რა თქმა უნდა მე ამ შემთხვევაში ზუგდიდის მაგალითზე ვიყავით უახლოეს დღეებში თორე ყველას იმიტომ რომ მაგრამ ვამბობ სამეგრელო მაინც ყველაზე მეტად დასაკუთრებული რეგიონია საქართველოში. ყველას ბანკების და მებაღშეების მიერ. უფრო მეტად ბანკების 70% ვამბობ საერთოდ ზუგდიდია, განსაკუთრებით მისი სოფლები დასაკუთრებულია ბანკებს. საშინელება ხდება. მენტალურად არის შესწავლილი საქართველოში ყველა მხარის ხასიათი როგორები ვართ ჩვენ. და ბოლო კითხვა, შემდეგ უკვე სხვა სტუმრებთან გადავიდე. როდიდან იწყებთ აი ამ აქტიურობას, იმიტომ რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც წამლის მოთხოვნის შემთხვევაში დრო არ მოქმედებს ადამიანების სასარგებლოდ გეთანხმები აბსოლუტურად ჩვენ ხვალიდან უკვე დავდივართ რეგიონებში ხვალიდან და ხალხთან ჩავატარებთ შეხვედრებს არ შეიძლება ამათ ჩვენ ვერ ავიტანთ რომ ყოველი მეორე სახლი ჯაჭვით და ბოქლომით იყოს დალუქული სახელმწიფო არის ხალხი და მე იმედად ნამდვილად და წმენა მაგრამ ეს პროექტი გავა და ხალხის სურვილი უწყლოს გადალახავსო ნათქვამია და დიახაც მოვიდა დრო რომ მთავრობამ ძალიან ყურადღებით მოусმინოს ხალხს ეს არ არის ის საკითხი რომელიც რომელიმე ერთ მხარეს ამ პოზიციას ან ოპოზიციას ეხება ეს ეხება ყველა იმ ადამიანს რომელიც საქართველოში ცხოვრობს და მე მგონი არ არსებობს ადამიანი რომელსაც ბანკთან შეხება არ ქონდეს სესხი არ ქონდეს იპოთეკური სესხი არ ქონდეს და იმისი შიში არ ქონდეს რომ ხვალ ისიც იმ ადგილზე აღმოჩნდება ღია ცის ქვეშ უკვე გამოსახლებულის წინ სანამ სტუმრებთან გადავიდოდეთ მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართოთ ჩვენს ხელისუფლებას მოусმინეთ ხალხს გააკეთეთ ხალხისთვის ასიკეთო საქმეები და ხალხში ძალიან დიდი და საღი აზრია თქვენ უბრალოდ კეთილინება უნდა გამოიჩინოთ უნდა შეხვდეთ ადამიანებს და პირველ რიგში უნდა შეხვდეთ იმ დედებს რომლებიც წამალს ითხოვენ ეს არის წამალი და თუნდაც რომ არაფერი არ უშველოს ის თავისი შვილისთვის იბრძვის შვილისთვის კი დედა ყველაფერს გააკეთებს და მეორე უნდა დადგეთ იმ ადამიანების გვერდით რომლებიც უკვე მერამდენი ღამეა ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს იმიტომ რომ ერთადერთი საცხოვრებელი რომელიც ჰქონდათ აი ამ გამოსახლების პროცესმა წაართვა ახლა კი მოდით ნახოთ რა ხდებოდა გამოსახლების პერიოდში და შემდეგ გავესაუბროთ იმ ადამიანებს რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ ხართ ის ადამიანი რომელიც თვითმხილველი ხარ თითქმის ყველა გამოსახლების პროცესის ჩვენ თან ხვდებით რომ როდესაც ადამიანი აიღებს სესხს ვალს უნდა გადახდა კი ბატონო თან ხვდებით იმაშიც რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები გამოსახლების პროცესში მათზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ მაგრამ გამოსახლებების პერიოდში ჩვენ გვესმის კივილი, წივილი, არის ძალიან დიდი ხმაური ეროვნული ბიუროს აღსრულების თანამშრომლები ძალიან უხეში ფორმით ექცევიან იქ შეკრებილ მოქალაქეებს ასე იყო ამ ბოლო გამოსახლებების პერიოდშიც როგორ ფიქრობთ სად არის გამოსავალი რაც შეეხება გამოსახლების პროცესებს უპირველეს ყოვლისა ვთვლი რომ ერმა უნდა გამოიღვიძოს იმიტომ რომ ეს მოქმედი სისტემა რომელიც დღეს მუშაობს საწინააღმდეგოდ მუშაობს და აქედან გამომდინარე ჩვენ თუ არ ამოვიღებთ ხმას მე მიმაჩნია რომ სახელმწიფო სტრუქტურები რა თქმა უნდა ხალხის მოთხოვნის გარეშე ისინი ხელსაც არ გაამწრებენ არ ვერა იმედი არ მაქვს ამ სისტემის იმედი ნამდვილად არ მაქვს და ეს პროცესი რამეფრად აი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თვითონ რომ შევაჩეროთ რაღაცნაირად იმიტომ რომ ერის აი მიდის ქვეყნის სინგაპურიზაცია მიდის თავიანთი ბუდიდან აყრილებია მოსახლეობა არაფერი აბსოლუტურად არ კეთდება სახელმწიფოს მხრიდან ამის შესაჩერებლად აი ეს პროცესი აუცილებლად უნდა შეჩერდეს თორე ძალიან სავალალო მდგომარეობამდე მივიყვანს რომ პროცესი უნდა შეჩერდეს მაგრამ აი თქვენ ხომ იცით რა ხდება გამოსახლებების პერიოდში პრეისტორიაც იცით ალბათ იმიტომ მიდიხართ გამოსახლების შესაჩერებლად როგორ უნდა შეჩერდეს აი თქვენი კონკრეტული ხედვა როგორია აი საბანკო მდგომარეობები აი ყველა ბანკი არის აბსოლუტურად მებაღშული
არ არის აი მაგალითად შემოთავაზებები რაც გვაქვს ჩვენ ხო უნდა შეიქმნას სახალხო ბანკი და რაღაცნაირად შემუშავდეს ისეთი პროგრამა რომ ჩვენ შევძლოთ ამ ხალხის დახმარება ვისაც უჭირს იმიტომ რომ ძალიან მაღალი პროცენტები არის კი ბატონო, ალბათ ძნელია აქედან თავის დახსნა. სადაც ასეთი დიდი პროცენტებია. ხომ არ ფიქრობთ, რომ აუცილებელი არის თუნდაც სახელმწიფო ჩაერიოს კერძო იპოთეკარების, კერძო მიკროსაფინანსო ორგანოებსა და აი ამ მოვალეებს შორის და მოხდეს რაღაცა კონსოლიდაცია, მოპარაკება, შეჩერება, თუნდაც თანხის გადანაწილება. სხვანაირად ერი გაქრება, ერი ვერ შეძლებს საკუთარი თავის შენარჩუნებას რა თავის მიწაწყალს და ისიც რომ ითხრათ აი გამოსახლების ფორმა რა დაინახეთ თქვენ იქ უხეშობა ხალხისადმი უხეში მოპყრობა და რა ვიცი ხალხის მხარეს სამართალი არ დგას საერთოდ ეს დავინახე ძალიან აღელვებული ვარ ჩვენ ნახევარია მწევარ მაგრამ დღეს ჩამოვედი ბათუმიდან ერთ-ერთი თავდები მე დავდგები რომ მოგცენ დრო მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ და ჩვენ გადავიხდით ამ თანხას ეს არ არის სასწაული თანხა რომ ამ ხელა სახლი კაცმა დატოვოს და გამოვიდეს გარეთ თვითმხილველი ძალიან ცუდი ამბის მე იქ რაც ვნახე ხო ეს თუ გაგრძელდება ქართველი მართლა გადაშენდება ანუ კი მაგალითად დასრულებენ თავად მოვალეობას ასრულებენ მესმის მაგრამ იქ რაც იყო თუ კიდევ ეგ ყველგან განმეორდება ეს ყველგან მოსალებია გამოსახლება იმიტომ რომ ძალიან ბევრი სამოქრება გამოსახლება მაგრამ კიდევ არის ჩანიშნული ამ წუთში მაგრამ ბევრი სამოქრება გამოსახლება იმიტომ რომ ზუგდიდში უფრო მეტი ნუ ყველას ეხება ეს ყველა მხოლოდ ბევრი არ გამოვიდა ეშინოდა მაგრამ ის იქ რაც მოხდა არაც ჩაიდინეს რომ მაგათი ვალდებულება იყო მაგრამ ფეხქვეშ გამგთელეს რა ხელში ჩავარდა ქალბატონი რომელიც იმზე დანახვაზე მე თვითონ დამჭირდა სასწრაფო ამის ქალბატონს რა გამოვიძახე სასწრაფო და ძალიან ცუდი მდგომარეობა არის და დღესაც ის ქალბატონი რა თქმა უნდა არის გარეთ ქუჩაში მაგრამ გამოსავალი უნდა იყოს ერთი ის რომ ვიცი მოვახშეები რა არის გადახდა უნდა რომ კიებეციებენ კომენტარებში რომ ჩვენ თქვენ უნდა გადაიხადოთ ვიცი ესეც მაგრამ მაგათ ხო უნდა თქვენით დახმარება ხალხის თავრობი ჩვენი თავრობა რას აკეთებს აკეთებს რამეს მე ესე ვიცი რომ არაფერს არ აკეთებს ამ წუთში იდიორი მე ესე ვფიქრობ ანუ თქვენ ფიქრობთ რომ კანონი არის შესაძლებელი კანონი უნდა შეიცვალოს უნდა იყოს ჩვენ ხალბატონ მამისა რომ შეიტანა ჩვენ მოთხოვნა იმისა რომ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი საბანკო ჩვენი ბანკი სახელმწიფო ბანკი რა თქმა უნდა მაგრამ მე რაც ხედა ვიცი ამ მომენტისთვის არაფერი არ გვეშველება იმიტომ რომ იქ გამოსახლება სანამ დაიწყებოდა უცხოელები დადიოდნენ კარიკა დაკეტილ სახლებთან მე პირადად შემთვალეთ ვახე რომ რამოდენიმე სახლი არის დაკეტილი ჩინელი არაბი დადიან უნდათ იმათ და იმიტომ არის გამოსახლება რომ ჩინელები შევასახლოთ ხო შეიძლება რომ ქართველი ერი ჩვენი მთავრობა დაუდგეს ამ ვისაც უჭირს და ვინც არის ამ იმის ქვეშ რა შეიძლება ბოსეშია იქ რაც მოხდა არა ადამიანური მოპყრობა იმ სახსრებოს იმ პოლიციაც იყო ყველა იყო ესე იგი ხალხს ემეტი იყო ეს სახმასრულება მაგრამ ქალები გათელეს ფაქტიურად მე ხელი რომ კრას იქ თხრილში ჩამაგდეს გეუბნები დღესაც მტკივა და ქალბატონი ერთი დაზარებული რომელიც დღესაც კლავს ვერ ამოძრავებს მაგრამ მინდა ერთად უნდა დავდგეთ ერი ბოლო უნდა გავერთიანდეთ თორე ისე რანაირად რომ ხედავთ რომ ქვეყანაში არაერთი პრობლემაა თუმცა ნომერ პირველ პრობლემად მაინც რჩება წამალი და გამოსახლება გელოდებით ყველას ვისაც გაქვთ თქვენი სათქმელი ყოველგვარი შიშის ნიჰილიზმის გარეშე ეს ქვეყანა არის ჩვენი ეს რაიონი სოფელი ქუჩა ყველაფერი არის ჩვენი უბრალო ადამიანების მთავრობები მიდიან და მოდიან მუდმივი არაფერი არ არის ის ნებისმიერი ხელისუფლების წარმომადგენელი სწორედ ჩვენს მიერ დროებით დაქირავებულია ახლა მინდა მოგმართოთ თქვენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ჩვენ თუ არ გავერთიანდებით ჩვენ თუ ჩვენს მოსათხოვს არ მოვითხოვთ ისე არავინ არაფერს არ მოგცემს ამიტომ თუ გაქვთ რაიმე სათქმელი ჩვენი ეთერი თქვენთვის ღიაა ხალხის პირისპირ კი
ის ადამიანები დასხდებიან შემდეგი გადაცემიდან, რომელი ადამიანებთან შეხვედრა. მე იქნება ეს გამგებელი იქნება, დეპუტატი იქნება, თქვენ არ შეგიძლიათ, არ გხვდებიან, უბრალოდ გაქვთ პრობლემები და მათ შეუძლიათ ამ პრობლემების გადაწყვეტა. თუ თქვენი ამომრჩევლის პრობლემები არ გადაწყვეტეთ, მაშინ რატომ ხართ იქ და რატომ უბრალოდ აცდენთ ამ ისედაც ძალიან მომრავლებულ ჩინოსნების სავარძელს. მოკლედ, ხალხის პირისპირ, ხალხის გვერდით დგას და გელოდებით თქვენ.